პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროს და ასევე ქართულ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი უძილაურს საქართველოს ინტერესების საზიანო ჯაშუშობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს ინტერესების საზიანოთ უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. უძილაურის დაკავების შესახებ ინფორმაცია სუსმა გუშინ გაავრცელა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა. უწყება გიორგი უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.